დღეს მინდა ავღწერო ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ბრენდი Ortho Parisi, რომელიც არის გოლწიერი შექმნილი, რომელსაც აქვს 9 არომატი და აქედან 6 მაქვს, იმიტომ რომ ის 3 არ მოწონს. და 6 არომატი მაქვს, რომელიც არის გოლწიერის ქმნილება და საოცარი არომატები. დავიწყოთ ტერონით. ეს არის თამბაქოს არომატზე, ეს უნამო. ოღონდ სიგარეტის თამბაქოზე არ არის აქ საუბარი. აქ არის აი ძალიან ძვირად ღირებულ სიგარას, როდესაც ეწევი და ბროწეულიო გაწუო ესე ხელით ეს ძვირად ღირებული სიგარა აიღო და მოწიო. ცოტა მოტყბო და აი ეს ბროწეული სიმჟავეს უტყავს. ასევე ლამაზი უდი აქვს და ერთად ხდის საოცარ არომატს. ძალიან გამორჩეული, არაფერში ვარ აგერევა. ეს არის ისეთი არომატი, რომელსაც ამით მდგრადობა და შლეიფი ყველაფერს ცდება. ასევე როგორც ამ არომატის სილამაზე. Ortho Parisi ტერონი, ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი Ortho Parisi. ოღონდ თამბაქოს არომატებში არ აგერიათ. რაც შეეხება ტყავის არომატებში, ქოიუმს გამოვარჩევ. ტყავის არომატებში ამაზე უფრო არცეთი არომატი არ მიყვარს. ეს არის თან კაცრი, თან ნაზი, თან მამაკაცო, თან ბრუტალური. რამოდენიმე ტყავს აერთიანებს და რამოდენიმე გახსნის ფაზა და ყველა ფაზაში ჟღერს საოცრად. ასევე ლამაზი ვანილი აქვს და ისეთი ლამაზია, რომ Tom Ford-ის ძალიან ბევრი ტყავი მქონდა, იქ ombre ლეზერი, tuscan ლეზერი, სხვა ტყავები, მაგრამ ამაზე მაგარი ჟღერადობა და ამაზე მაგარი ტყავი ჩემი აზრით დღესდღეობით არ არსებობს. ვისაც არ გაქვს დატესტილი, დატესტეთ Ortho Parisi ქოიუმი. ბოკანერა. ეს უნამო არის გავს ძალიან ბლე კაუგანოს, გავს ძალიან ტერონს, გავს ძალიან ქოიუმს და ყველა სუნამოდან ცოტა კარგი აქვს ყველაფერი აღებული. ისეთი ლამაზია, საოცარი შავი შოკოლადი უტყავს, გახურებული უდია, ძალიან ლამაზი უდი და ამ შოკოლადთან ერთად თან ცოტა ფრეშიც ატყავს, ცოტა პილპილიც აქვს და ერთად არის საოცარი არომატი. ჩემი ერთ-ერთი საყვარელი არომატი უდის და შოკოლადის არომატებს შორის. მწვანე სითხე Ortho Parisi ვირით. ეს ვისაც გრილი არომატები გიყვართ, ბევრი სიმწვანეები აქვს. გეგონება სადღაც ტყეში ხარ, ეს ბევრი წიწვები, ბევრი ლამაზი ბალახი, ცოტა ნიავი უბერავს, ეს წიწვების სუნი მოდის და ისე ლამაზად არის ეს გათამაშებული, რომ აი ვისაც გიყვართ ეს წიწვები, სიმწვანეები, გრილი არომატი, ვთვლი რომ ვირიდე არის საუკეთესო ვარიანტი. Ortho Parisi Brutusi. ამ სუნამოს დიდი ისტორია აქვს. ეს მიუძღვნეს ბრუტუსს, რომელმაც მოკლა იულიუს კეისარი და გოლწიერის უნდოდა, რომ ამით ნამდვილი მამაკაცი განესახიერებინა. ულამაზესი პაჩული აქვს, ციტრუსები აქვს, ანუ ძალიან ბევრი ჟღერადობა აქვს და ისეთი სუნამოა, რომ გასხია, თან გრილია, თან მამაკაცურია და ძალიან მაგარია რა. ყველა ფლაკონში გოლწიერის რაღაცა აზრი დევს და სუნამოთი უნდა რომ რაღაცა გვითხრას და გადმოგცეს. ეს ადამიანი არის გენიოსი, საოცარი ადამიანი და საოცარ სუნამოებს ქმნის. ბრუტუსი დატესტეთ, ამაზე ლამაზი პაჩული და ციტრუსთან გათამაშებული მე არ მინახავს. და ბოლოსთვის შემოვინახე სიმინარისი.
ეს არის სუნამო, რომელმაც სოფლიოში გადატრიალება მოახდინა რატო? ყველას ცხვირი არ იქოს სხვადასხვანაირად. ზოგი რაღაცა ციტრუსს გრძნობს, ზოგი კანფეტებს გრძნობს, ზოგი ბალახს, ზოგი რას. ჩემთვის ეს არის რძიანი პეჩენია, რომელსაც აქვს საოცარი არომატი და ძალიან სუყია და ძალიან ლამაზად ჟღერს. ვიღაცები თვლიან, რომ სექსის უნი აქვს, ესე მოიხსენიებს ბევრი იმომხილველი, ოღონდ რაშუაშია ვერ მივხვდი, ანუ ძალიან სექსუალური და სექსის უნს ადარებენ, არ ვიცი, ჩემ ცხვირში მსგავსი არაფერი, აი რძიანი პეჩენია, ცოტა გეგონება თაფლი, აი ბავშვობაში რაღაცა ლამაზ ალადებს მიცხოვდნენ და გემრიელს და ზევიდან ცოტა თაფლსო მოაყრიდან ან პეჩენია რძეში. ოღონდ ეს ყველაფერი საოცრად გათამაშებული და ძალიან მიყვარს ეს არომატი, ეს ჩემთვის მაგ დატოვებული და ალბათ კიდე ერთ ფლაკონს ვიყიდ, იმიტომ რომ სულ ვისხავ და ძალიან მიყვარს. ეს იყო დღეს სულ. მითხარით, რომელი ბრენდის აღწერა გინდათ? ამუაჟი, ტომ ფორდი, კრიდები და შემდეგ ვიდეოს შემოგთავაზებთ მაგის აღწერას. ხვალ კიდე ვფიქრობ, რომ ისევ სუნამოების ტესტს გავაკეთებთ. ჩემი მეგობარი ჩემს სუნამოებს აღწერს, ანუ მე რაც მაქვს, ანუ რომელი უფრო მამაკაცურია, რომელი უფრო კარგია, ხვალ გადავიღებ და შაბათს ან კვირას დაიდება და მე მგონი რომ საინტერესო იქნება. აბა, თქვენ იცით.